რუსი რესტორატორი თბილისში რესტორანს ხსნის. რუსული რესტორნების ქსელის ფილიალი თბილისში მდებარე ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფში გაიხსნება. რესტორანმა უკვე გამოაცხადა ვაკანსიები თანამშრომლების მისაღებად. ვინ არის არკადი ნოვიკოვი და ვინ არიან მისი ქართველი პარტნიორები? დეტალებს ნინო გიგაური არკვევს და ისახა პირდაპირ ეთერში ჩაგვართვება გისმენინა. არკადი ნოვიკოვი არის რუსი ბიზნესმენი, რუსეთში მოღვაწე რუსი რესტორატორი, რომელიც ნოვიკოვ გრუპის საფარქვეშ ფლობს რამდენიმე რესტორნის ფილიალს სხვადასხვა ქვეყანაში. ასეთი ქვეყნებია სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი და ამ ქვეყნების სიას შეემატება საქართველოც. მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი არის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო პარაგრაფში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის აშენებული. ამ რესტორნის გახსნა და რესტორანი სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს რუსული სახელწოდებით სიროვარნაია, ასეთი სახელწოდება არის, თუმცა საქართველოში ეს რესტორანი ფუნქციონირებს ინგლისური სახელწოდებით და მისი სახელწოდება Cheese Firm იქნება. ეს არის როგორც უკვე გითხარით, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული სასტუმრო, რომელიც თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ არიან პარტნიორები ნოვიკოვის, თუმცა ცნობილი არის ის, რომ სასტუმრო არის საქველმოქმედო ფონდ ქართუს მფლობელობაში, შესაბამისად რუსული ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალს სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ მიიღებს და შეგახსენებთ, რომ ფონდი ქართუს ანგარიშები კანონდარღვევით არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და არავინ იცის რა თანხები შედის ამ ფონდში და რა თანხები ირიცხება ფონდიდან და რა მისამართით ირიცხება ეს თანხები. ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ რუსული რესტორანი გახსნილიყო საქართველოში და ნოემბრის თვეში უკვე იგეგმება ამ რესტორნის გახსნა. ასევე ერთ-ერთ საიტზე გამოცხადებული არის ვაკანსიების საიტზე ვაკანსია და ის რესტორანი უკვე ეძებს თანამშრომლებს იმისათვის, რომ დაიწყოს მუშაობა. ჩვენ ვესაუბრეთ რესტორატორებს, ასევე ვესაუბრეთ ეკონომისტებს და ისინი ამბობენ, რომ პრობლემა მთავარი არის ის, რომ საქართველოში აღარ შემოდის დასავლური ინვესტიციები, რაც არის ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. შესაბამისად, დასავლური ინვესტიციები ჩაანაცვლა რუსულმა ინვესტიციებმა და აქ პრობლემა არ უნდა ვეძებოთ იმაში, რომ მხოლოდ ერთი რესტორანი ან კაფე-ბარი იხსნება რუსული ჩვენს ქვეყანაში, არამედ იმაში, რომ სწორედ დასავლურ ინვესტიციებს ანაცვლებს რუსული ინვესტიციები უკვე და ეს ყველაფერი არის იმის მანიშნებელი, რომ საქართველოში რუსული გავლენები იზრდება, რისი ინიციატორიც არის ოლიგარქ ივანიშვილის გუნდი. დღესდღეობით სამწუხაროდ ქვეყანაში ვერ განვითარდება და არ განვითარდება დასავლეთის ინვესტიციები და შესაბამისად უნდა მოხდეს ჩანაცვლება. ეს ჩანაცვლება მოხდება სამწუხაროდ არა ისევ განვითარებული ქვეყნებიდან, რომლებიც პარტნიორები დღესდღეობით ისევ და ისევ ვართ, არამედ მოხდება რუსეთის გავლენის მყოფ ქვეყნებიდან. სწორად უნდა მოხდეს საზოგადოებაში ამის შეფასებას და არა უნდა მოხდეს კონკრეტული ინვესტიციის წინააღმდეგ გალაშქრება, არამედ გავლენების გაფართოების წინააღმდეგ გალაშქრება და ეს მესიჯი სწორად არის მისატანე საზოგადოებას. ივანიშვილი პირად ქონებას, მათ შორის ამ შემთხვევაში საქველმოქმედო ფონდ ქართუს ქონებასაც იყენებს იმისათვის, რათა მეტი ეკონომიკური პირადი სარგებელი ნახოს რუსეთისგან და რუსებისგან. ამ მხრივ მათ შორის ხელი შეუწყოს ხშირ შემთხვევაში რუსებს სანქციებისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში და შემსუბუქებაში, როდესაც საუბრობთ ქართულ ფონდის საკუთრებაში არსებულ საწარმოს ერთ-ერთ სასტუმროზე, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის ფონდი, რომლის ანგარიშებიც კანონის უხეში დარღვევით გასაიდუმლოებულია და დღემდე არ ვიცით არა მხოლოდ ასე იჯარის სახით, არამედ სხვა მხრივ ხომ არ მონაწილეობენ რუსების საქველმოქმედო ფონდის საქმიანობაში და ხომ არ ირიცხება იქ გარკვეული რაოდენობის თანხები, მათ შორის რუსის სანქცირებული ბიზნესმენებისგან და ეს ანგარიშები სავალდებულოა რომ გასაჯაროვდეს. რუსი ბიზნესმენის არკადი ნოვიკოვის საკუთრებაში არსებული რესტორანი სულ ცოტა ხანში თბილისის ცენტრში თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სულ მალე გაიხსნება რამდენიმე თვეში უკვე როგორც გითხარით 2023 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რუსული სახელწოდება არის სიროვარნაია ასე ფუნქციონირებს ის სხვადასხვა ქვეყანაში თუმცა საქართველოში გადაწყდა რომ მას ჰქონდეს ინგლისური სახელწოდება და როგორც Cheese Firm
ასე ფუნქციონირებს. საქართველოში და როგორც მოისმინეთ, მთავარ საფრთხეებს, როგორც რესტორატორები, ასევე ეკონომისტები ხედავენ სწორედ იმაში, რომ საქართველოში ძლიერდება რუსული გავლენები და შემოდის რუსული ინვესტიციების დიდი რაოდენობა.